საღამოშვიდობისა მეგობრებო. ყველა დაგვეთიშოთ ხო? ეს ყველას გაინტერესებთ ვიცი. ყველა. იცით რა არის მეგობრებო? ძალიან უცნაური რაღაც უნდა გითხრათ, დამოკიდებული გავხდი მე მგონი აი ამ უაზრობაზე. გავაქცელოთ. ჩავდოთ. ეხლა რას ვხედავ მე? პირველად დავინახე ამ დღეხანი ვკითხულობ ამ ციკლს, ხო? სადიდებლად წმინდისა, თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა, სამებისა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ამინო აქ წერია. ნახეთ? აგერ წერია. სადიდებლად წმინდისა, თანაარსისა, ცხოველმყოფელისა და განუყოფელისა, სამებისა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ამინ. აბა როგორ მოგეწონათ, რა კარგად წავიკითხე, ხო? შეცდომა არ დამიშვია. ძველი აღთქმა წერია. მეგობრებო, მე რატომღაც მართლა დამოკიდებული გავხდი ამ ტექსტებზე და მოდი ბოლომდე ჩავიყვანოთ რა. მერე რომ ჩავიყვან ბოლომდე, მერე კიდე ხო არ მომიდება ახლა წაკითხვა, ხო და ბოლომდე ჩავიყვანოთ. რაღაცა აზარტში შევედი, კიდე რა სისულელებს წავიკითხავთ და ნუ მიწყენენ ახლა ჩვენი ებრაელი მეგობრები, რადგან გასაგებია რომ ამაზე უფრო კარგი ტექსტებიც არსებობს, მაგრამ ახლა ამ მოცემულ მომენტში ასეთი ტექსტები გვაქვს ჩვენ, რომელიც თითქოს და სადიდებლად სულისა, ცხოვლის ყოფელისა და განუყოფელისა, სამებისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისათვის არის გამოცემული. ხო, ჩვენი აწგარდაცვლილი და ძაღლმიფსმული ილია მეორისგან. ხო, თავი 26-ე, ეს რა შუაში 26-ის იქით ვართ წასული და 42-ზე ვიყავით, მე მგონი 42. დიახ, მეგობრებო, ჩვენ ნახეთ, სხვათა შორის მეგობრებო, მე დღეს ვიფიქრე და იოსებზე ვიფიქრე ესეთი რა. ერთი მხრივ, ნახეთ, იოსები რა კარგ საქმეს აკეთებს. მიდის, ეგვიპტის პირველი პირი ხდება, თითქმის პირველი, ანუ ფარაონის მერე პირველი პირი ხდება და შემდეგ, როდესაც მისი ავაზაკი ძმები მოდიან, ავაზაკი იმიტომ რომ მისი მოკლა განიზრახეს და რომ ჩავარდა ჭაში რო ჩააგდეს 17 წლის ბიჭი თავისმა უფროსმა ძმებმა, გამოიარეს ვაჭრებმა და მიყიდეს ისმაილიანის წარმომადგენლობაზე, მერე რომ ეგვიპტეში ჩავარდა, რომ გახდება დიდი პირი, მერე ხდება ესეთი რაღაც, რომ შიმშილი იწყება სრულიად იმ მიმდებარე ტერიტორიებზე და ამისი ძმები მოხვდებიან ისევ და ისევ იოსებთან. რას აკეთებს იოსები? მიუხედავად იმისა, რომ იოსებმა იცის, რომ ძმებმა მოსაკლავად გაიმეტეს, იოსები არ იძიებს შურს, მაგრამ ამ პურს, ანუ ხორბალს, რომელიც მას აქვს, რომელიც მას აქვს მოპოვებული ეგვიპტელი მოსახლეობის მიერ, მისცემს თავის ძმებს და თანაც მათ გადახდილ ფულსაც უკან გააყოლებს. ეხლა საინტერესო რა არის, იცით მეგობრებო? მე ბევრი ვიფიქრე ესეთ რამეზე. კარგია, რომ იოსებს ჰქონდა ისეთი იდეა, რომ ფარაონს უთხრა, რომ 7 წელიო იქნებაო კარგი მოსავალიო და 7 წელი იქნება შიმშილიო. მოდი ესე გააკეთეო, რომ ამ 7 წლის განმავლობაშიო შენ ხალხსეო დააკისრეო ხარკიო, გადაგიხდიანო ისინიო ამ მოსავლითო და შემდეგო ამ მოსავალს როცა დაახვავებო, 7 წლის მანძილზე შენს მოსახლეობას მიეცი უკანო. ხო, რა კარგი იდეაა ერთი მხრივ, ხო? ჩვენ ხო მრავალ მხრივად უნდა დავინახოთ ყველაფერი
პოზიტიურის და ნეგატიურის. ახლა უყურეთ მეგობრებო, საინტერესო რა ხდება აქ. არც ფარაონი და არც იოსები არ ფიქრობს იმაზე, რომ ის რომ მოსახლეობა ამ მოსავალს მიიღებს, ის ამ მოსახლეობის არის და არა ფარაონის. ხო, თუმცა ეს კიდიათ ორივეს, ფარაონსაც და იოსებსაც და რატომაც არა, ხარკი დააკისრე რა, კარგი ტიპობაა, მიდი, უთხარი მოსახლეობას, აბა ეხლა პური გახდა 2 ლარის ნაცვლად 6 ლარი და აბა შემოიტანე აქ, კარგად მოიტანე აქ. მე ამას ისევ მოგცემ უკან და დაგამადლი, რომ აჰა, აგე მე შეგინახე და გაძლევ უკანო, კაიგეთ. საინტერესოა ახლა ეს ფაქტი, რამდენად ჰუმანურია კაცობრიობისთვის იოსების ასეთი საქციელი. თუნდაც იდეა, საქციელი რა, ფარაონს დაეკისრა, მაგრამ იოსებმა იდეა შესთავაზა, ხომ ასია. შემდეგ ამ ხალხის ნამუშევრიდან აიღო წილი და შენი არამზადა და მკვლელ ძმებს მიათხრიშო და არც გადაახდებინო არაფერი. რამდენად პატიოსნური გადაწყვეტილებაა ეს ღვთისა და ერის წინაშე, იოსების საქციელიდან გამომდინარე უნდა ვიაზროვნოთ და გადავწყვიტოთ, რომ კარგ საქმეს აკეთებს იოსები თუ რაღაც არახუმანურს. თქვენ გამიცით პასუხი მეგობრებო, მე მანამდე წავიკითხავ თუნდაც ჯულუყუნით. აბა თამარ მოემზადე, ახლა შენი თვალები უნდა იყვნენ კონცენტრირებული ასო ბგერებზე, რომ არ გაგექცნენ ისინი. თავი 43 დაბადება. მეგობრებო, ისე ძალიან დამაინტერესა ამ სიდებილემ, რომ აუცილებლად უნდა ჩავიდეთ ბოლომდე რა. კარგი, წავედით აბა. მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე. აჰა, აქ ვართ ახლა უკვე. ამოტანილი მამას, მოიცა, როცა შეჭამეს მთელი პური ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ. გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო. უთხრა მას იუდამ. კაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს, თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრათ იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო. უთხრა ისრაელმა, ანუ იაკობმა. რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა? ეხლა ეს თავისი ზმენებშია. როგორ თუ სიმართლე უთხარითო, უთხრეს, თან მიბოროტეთო, გესმის? ტიპებმა სიმართლე თქვეს, მძლივს კარგი რაღაც ჩაიდგინეს და ეხლა ამან რად მიბოროტეთ, რად უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმაო? არა, ძალიან მახალისებს ეს ციგნი. უთხრეს, მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებოდა, არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებოდა ჩვენს და ჩვენს მოდგმის ამბავს. თუ არ არის ცოცხალი მამა თქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა, თქვენს ვუამბეთ ყველაფერი. ჩვენს ვუამბეთ ყველაფერი, გეუბნები რა. ჩვენს ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო. რა ახსნა სჭირდებოდა ახლა ამას და რა კითხვა იყო საერთოდ ეს, მაგრამ ხო. უთხრა იუდა ისრაელს თავის მამას. გაგვატანე ყვაწვილი, ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცნოთ არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილიო. მე ჩავიბარებ და მე მომიკითხე, თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშეო. რომ არ დავყონებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულიო. უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ, თუ ასია, ეს მაინც გააკეთეთ, გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ზღვნად, მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაბლი, საკმეველი,
შტახსი, ფსტა და ნუში. შტახსი ეთყობა ის არის, რა ქვია მაგას, აი იმას რო ჭამენ ხოლმე. რო ტყდება. ხო, რა რაღაც საჭმელია რა. ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი თქვენს თოფრებში, რომ ეწყო უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც. სისტემის შეცდომაა ეთყობა, რაღაცა ეს ფულები უკან დაგიბრუნო. ისე რა მაგარიადრი საზაწილო რამეები ხდება ხოლმე რა. თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექი და კიდევ წადით იმ კაცთან. მოშიდა კაცი. ყოვლად ძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი თუ უშვილო დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო. წაიღე კაცებმა კიდევ კარგი მიხვდა რა, რაც უწერია, ის უწერია და გინდა იქ მოუკლე და გინდა მგელს შეუჭამია, ხო? ბედია. წაიღეთ კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც 1-2 წაიღეს და წაიღეს კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც 1-2 წაიღეს და ბენიამინის წაიყვანეს. ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარუდგინეს იოსებს. დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს. მომიყვანეს სახლში ეს კაცები. საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუა დღისას. ისე მოიგზა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა. მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში. შეეშინდათ ამ კაცებს იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვენს იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ მაშინ რომ სისტემის შეცდომა რო იყო. ხო, თავს დაგვესხმებიან რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონებიანო, ეს მშიშრები ესენი. მიადგნენ იმ კაცს იოსების სახლის მოურავს და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან. უთხრეს, გევედრებით ბატონო, ჩვენ წინათ ჩამოსულვართ პურის საყიდლათო. არა, ესენი რა ის ბენოშიერი ეხლა ასე ხარ, აუ ბიჭო, არ დაგვესხას თავზე რაღაც. ღამის გასათებში რომ მივედით, თავი მოხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ ვაშკარანის პირზე და თითოეულს ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით. სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებშიო. გაპატიოსნებულან ეს კაცები ბიჭო, შიშმა კარგი რაღაცების გაკეთება ძიძ როგორც შაც. უთხრა მათ, მშვიდობა თქვენ და ნუ გეშინიათ თქვენმა ღმერთმა, მამა თქვენის ღმერთმა, ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში, მომივიდა თქვენი ვერცხლი და გამოუყვანა მის სიმონი. შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა. ისე საინტერესოა, ფეხის დასაბანად გამოაქვთ წყალი, მაგრამ არ ამბობენ ხოლმე ხელის დასაბანათო. ხო შეიძლება რომ ხელფეხის დასაბანად თქვენ, მაგრამ არა, ორჯერ შემხვდა უკვე ფეხის დასაბანად მოაქვთ. ესე იგი, როგორც ჩანს, ფეხები მნიშვნელოვანია ამათთვის. მოვიდა იოსების სახლში და მიართვეს მას ძღვენი საუკუთარი ხელით და მიწამდე თაყვანის წეს. აბა დიდება შენ დაო. ხო, ესე მიწამდე თავი და არ ნარცხეს მიწას, კი ბატონო. მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა, ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამა თქვენი, ვისაც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც? უთხრეს, მშვიდობით არის შენი მორჩილი მამა ჩვენი. შენი მორჩილი აბა. ბიჭო, ეს ბუზი გადამეკიდა, რა გინდა? წადი აქედან. წადი ახლა. ხან თმებზე და ნახე აი, თმებში შემიძვრა. წადი, შვილო, წადი. რა გინდა? ბუზი არ არის, ხო ეს რაღაცა არის. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? რაღაც საოცარი რაღაცა. შენ რა გინდა აქ, აბა რა გინდა? ვინ მოგიყვანა აქ? ხელის შეშლა გინდა, ხო? აი მელაპარაკება ეხლა. ილიას ხო რეპტილოიდები ელაპარაკებდნენ. ეხლა მე ეს მელაპარაკება. რატო კითხულობ ისევ მაგ წიგსო, ხო? შვილო, წადი ახლა აქედან. წადი შენ.
ეხლა მართლა შემაშია, წადი შვილო, წადი. სასაცილოა რა. ჟუაღამეს რა ის გახსენდი, რას მოხვედი. მწვანე რომაც შეეთხება ყვავილი მეგონე. ბიჭო, არ წახვალ, რას დავდება კუჩი. დამტრიალებს თავს აქ, გამოაგზავნეს ის აშკარად რა. კარგას ეძება ხალხო. ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულღვიძე დაეწო თავისი ძმის გამო. მოიცა ერთი წუთი. აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა. საწავედი. მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა, ხომ მშვიდობით ხო? უთხრეს, მშვიდობით არის შენი მორჩილი მამა ჩვენი. ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანის წეს. აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი. ან თავისი ღვიძლის ძმა. იკითხა, ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა? ვისაც მელაპარაკებოდით? თქვა, ღმერთი გწყალობდეს ჩემო შვილო. ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულღვიძლი დაეწო თავისი ძმის გამო. ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა. არა, ისე საყვარელია იოსები. ხომე თან გავახმოვანებ ხოლმე. იქნებ მოეწონოთ ის რაღაც გახმოვანებაც იმ ხალხს. ხო, დაიბნა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული, თქვა, მოგვიტანეთ საჭმელი. მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე. მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ პური. სიბილწეთ რაცხდნენ ამას ეგვიპტელები. რატომ ნედა? იოსებს კარგად შეაბარა თავისი საჭმელი? ეგვიპტელებიც კარგი წახდენილი ხალხი ყოფილან. სანდლებით დადიოდნენ მტრიან გზებზე თამარო, ხო და ხელებიც ხომ მტრიანი ექნებოდათ კაცო. დასხდნენ მის პირისპირ უფროს უმცროსობის მიხედვით, გაკვირვებით გადახედეს ერთმანეს კაცებმა. უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს. ბენიამინის კერძი 5-ჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. მაინც თავისი დედის შვილია და სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად. როგორ შეთვრნენ? ებრაელებს ხო არ ესმევათ ღვინო? ალკოჰოლს ხო არ სვავენ ებრაელები? მეგობრებო, აქ კარგ რაღაცას მივადექით. შეთვრნენო, გესმით? აბა ეხლა მითხარით, რომელი ებრაელი სვავს ღვინოს? დღევანდელი ებრაელი. არ სვავენ ისინი ღვინოს, არა. არც მელქისედეკის წესით წირავენ, რადგან ღვინო ებრაელებისთვის აკრძალულია. თავი 44. ჯორჯიო, შე როგორ გასამ ამას პასუხს? დღეს რატო არ სვავენ ებრაელები და მაშინ რატო სვავდნენ? უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა, აუსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენი ზიდვადსაც შესძლებენ და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი, ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად, როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა. გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავის სახედარებით. ის იყო ქალაქიდან და გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს. წადი და დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი, ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე. ვერ გავიგე. ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე? ვის? ამით არის რომ სვამს ჩემი პატრონი, ამით არის რომ მარჩიელობს ცუდი საქმე გიქნიათ.
ვერ გავიგე რა ბოროტება გაუკეთეს ახლა ამათო ჩვეულებრივად მივიდნენ ჭამეს დათრნენ და მერე წავიდნენ აბა ბოროტება სად არის ამით არის რომ სვამ ჩემი ბატონი რომ სვამს ამით არის რომ სვავს ჩემი ბატონი ამით არის რომ მარჩიელობს ცუდი საქმე გიქნიათ მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები მიუგეს რად ამბობ ბატონი ასეთ სიტყვებს რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილი ამგვარი საქმისაგან ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი ჩვენ სტომრებში რომ ვიპოვეთ ახლა როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს შენს მორჩილთაგან თუ ვინმე აღმოაჩინა თასი მოკვდეს იგი ხოლო დანარჩენები მონებად გავუდგდეთ ჩვენს ბატონს ვერ გავიგე თვითონ არ ჩაადებინა ეს თასი ცდის ეხლა ეთყობა მოიცა უთხრა ეგრე იყოს როგორც თქვენ ამბობთ ვისაც აღმოჩნდება თასი მონად გამიხდეს დანარჩენი უდანაშაულო იქნებით საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს მოხვა ჩხრეკას კაცი უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი შემოიხიეს სამოსელი დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში ჯერ კიდევ შინ იყო იგი და პირქვე დაემხნენ მის წინაშე უთხრა იოსებმა ეს რა გაგვიკეთებიათ როგორ ვერ მიხვდით რომ ჩემნაირი კაცის მარჩიელობის ძალით შესწევს მოიცა ერთი წუთი ვეღარ გავიგე ერთი წუთი ეს პატარა ბიჭი უმცროსი ძმა ხო ამ უმცროს ძმისთვის ჩაადებინა ეს ვერცხლის თასი ხო და ეხლა ვინეუბნება უთხრა იოსებმა ეს რა გაგიკეთებიათ როგორ ვერ მიხვდით რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალით შესწევს მიუგო იუდამ რა უთხრათ ჩვენს ბატონს რა ვთქვათ რით ვიმართლოთ თავი ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ აჰა მონები ვართ ჩვენი ბატონისა ჩვენს და ისიც ვის ხელში აღმოჩნდა ეს თასი ვის ხელშიც აღმოჩნდა თასიო უთხრა იოსებმა ვერ ვიზავ მაგას ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი ის გამიხდეს მონად დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამა თქვენთან ამის დატოვება უნდოდა თავისთან და მოიფიქრა რა რაღაც ახლოს მივიდა იუდა და უთხრა გევედრები ჩემო ბატონო სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს ნუ განურისხდები შენს მორჩილს რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ მამა ან ცვა თუ გყავთ ჩვენც უთხარით ჩვენს ბატონს მოხუცებული მამა ყავს და პატარა ბავშვი მის სიბერეში შობილი ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან ამიტომაც უყვარს იგი მამამის გითხარი შენს მორჩილთ ჩამომიყვანეთ ჩემი თვალით ვნახო მიუგეთ ჩვენს ბატონს ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი გითხარი შენს მორჩილთ თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა თვალით აღარ დამენახოთო როცა რაღაც უაზროდ წერია რა როცა მივედით მამა ჩვენთან შენს მორჩილთან შევატყობინეთ ჩვენი ბატონის დათქვამი გვითხრა მამა ჩვენმა დაბრუნდით გვიყიდეთო მცირედნი პური უთხარით ჩვენ ჩავალთ უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება მაშინ ჩავალთ რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება გვითხრა მამა ჩვენმა შენმა მორჩილმა თქვენ იცით რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა ერთი წავიდა ჩემგანს თქვით ხეცმა დაგლიჯაო და დღემდე აღარ მინახავს გაიგო ეხლა გამოტეხა ამან რას ლაპარაკობდნენ მასზე ხო რა იცოდა მამამისმა მასზე გასაგები ერთი წავიდა ჩვენგანს თქვით
ეს თქვით, ვინს თქვით? ერთი წავიდა ჩვენგანს თქვით, მხეცმა დაგლიჯავდა, დღემდე აღარ მინახავს იგი. ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარასაც გამწარებულს ჩაიყვანს შავეთშიო. ახლა რომ რა არის, რა ხდება? ახლა რომ განმეშორეთ ბოროტო ძალებო და ნუ აბრმავეთ, თორე არ ვიცი რას გიზავთ, გაკრით ახლა შენ აქედან დროზე გამეშორეთ. ვიცა ციკლიდან გაბრიყვებული მრევლი ქრისტემ კაცობრიობის სოდები გამოისყიდა და ამიტომ უნდა ეთაყვანოთ მასო. აი ამ ბინძური სიტყვებით ადებილებენ სასულიერო მძორები ეს ვიღა არის page sun. მეგობრებო, წაიკითხეთ ეს კომენტარი რა. ამხელა კომენტარია მეზარება დამიბრმავდა ისედაც თვალები რა. დაინახავს რომ არ არის ყმაწვილი და მოიცადე ახლა რომ მიუვალთ მამაჩვენს და არ მიუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი. ნახე, საინტერესოა ახლა აი პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა მეფარება ახლა თვალსა და წერილს შორის. ვინ რა ჩაიდინეთ? განანებთ იცოდე, ეხლავე მოხსენით. დაინახავს რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება. და გამწარებული ჩავიყვან შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილს ჭაღარას შავეთში. სად ვიყავი? ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვან შავეთში. ახლა რომ მიუვალთ მამაჩვენს და არ მიუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი, დაინახავს რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილნი ჭაღარის შავეთში. რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისაგან და ასე უთხარი, თუ უკან არ მომიყვანია მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყო მეთქი მამა ჩემის წინაშეო. ახლა დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წახვეს. როგორ მივიდე მამა ჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება, ნურც შევსწრები ვარ უბედურებას, რაც მამა ჩემს დაატყდება თავს. მაშინ რატო არ ფიქრობდნენ მამამისე ამ ბიჭს რო კლავდნენ და ჭაში რო აგდებდნენ, იოსებს რო კლავდნენ? მაინტერესებს ერთი. თავი 45. მაინტერესებს როგორ დამთავრდება ეს ამბავი. ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა ხლებლებთან წინაშე და იყვირა. გაიყვანეთ ყველანი, არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა ხლებლებთან წინაშე და იყვირა. გაიყვანეთ ყველანი. ეს მერე, ხო, გაიყვანეთ ყველანი იყვირა. მერე არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. არ არის გამოყოფილი. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს და მოესმათ ფარაონის სახლს. მოიცა იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს და მოესმა ფარაონის სახლს. უთხრა იოსებმა ძმებს, იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამა ჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგან შეეშინდათ მისი. უთხრა იოსებმა ძმებს, მოუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა, იოსები ვარ, თქვენი ძმა ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. არ გაუყიდია ბიჭო,
ჩაგაგდეს ჭაში, სხვებმა გაკიდეს. ამასაც დაავიწყდა. დაავიწყდა, ვითომ თვალი ჩაუგრათ, ვითომ გაუტაროთ რა. ნუღარი წუხებთ და ნურს თავს გაკიცხავთ. მე არ დავავიწყდა, იმიტომ რომ მე ვკითხულობდა. ის კაცო, რამდენი წელი გავიდა იმის მერე, დაავიწყდა რომ ამათმა კი არ გაყიდეს. ვაჭრებმა გაყიდეს. ნუღარი წუხებთ და ნურს თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. არ გაკიდეს, ბიჭო, არა. ჰალო, არ გაკიდეს. რა უყოთ ახლა ამას? როგორ ვიყიდოთ ახლა ეს? ხედავთ მეგობრებო, დამწერს შეცდომა და ჩადენილი. დამწერმა თუ ეს თარგმნა, რამდენჯერ თარგმნა ამ გაყიდვა, გამაგებინეთ, მოდი გავუსვათ წითელი ხაზი, წითლად გავუსვათ წითელი ხაზი, წითელი. არ გაყიდეს, ამათმა არ გაყიდეს ძმებმა. ვაჭრებმა გაყიდეს. აჰა. იოსებ, მე როგორ უნდა გახსენებდე ყველაფერს, კაცო, რავამე უნდა შევიტანო ყველგან კორექტურა. გამაგებინეთ ერთი მანდაცა. თამარ, შენ რომ ხარ, ისეთი უნდა ზუსტად. მეც მასე მომდიოდა პირველად როცა ვკითხულობდი თვალები მიჭრელდებოდა აზრი ვერ გამომქონდა. ხო, ეგრეა, დამიჭრელდა თვალი. დაგავიწყე წინა თავებში. არა, არ დამავიწყდა ჯორჯიო. მე ზუსტად მახსოვს როგორ ეწერა. გამოიარეს ესე იგი ვაჭრებმა, სანამ ისმაილიანები მოვიდოდნენ, ვაჭრებმა ამოიყვანეს ეს და მიყიდეს იმათ. მოვიდნენ ეს ძმები და დაინახეს რომ არავინ არ იყო შიგნით ჭაში. და დედა დაიწყეს ახლა რაღა უთხრათ მამაჩვენსო. რაღა უთხრათო და აიღეს მისი სამოსი რომ შემოახიეს და წაუშვეს იქ ცხოველის ცისხლი და უთხრეს მამამის რომ აგერო ვიპოვეთო ჩვენო, ეთყობა ცხოველმა დაგლიჯა ეს ჩვენი საწყალი ძმაო. არა, ჯორჯიო, აქ სხვანაირად ეწერა. ერთ-ერთ ძმას მოუვა თავში, მაგრამ არ გაყიდის. მანამდე დაასწრებენ ისინი ვაჭრები. გაიგე, ჯორჯიო, არ ჩენ კარგავს კაცო, თამარ, რა ჩვიანი ხარ ესეთი რაღაცა. მოდი წავიკითხოთ, კაცო. წავიკითხოთ, თუ გინდა დავაზუსტოთ, გინდათ დავაზუსტოთ. დაიმკვიდრა იაკობის მამამის მდგომარეობები ქვეყანაში. აგერ აგვართ. აჰა. უთხრა იმ კაცმა წასული არიან აქედან, ყური მოვკარი ამბობდნენ, დოდა აქ უნდა წავიდეთო და ხო, მივა ეხლა აქ და აი აქ სათხე. არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა. უთხრა იუდამ თამარს თავის რძალს, იცხოვრო ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე ეს მერე ჩანართია და მერე კიდე გრძელდება. აგე ჭიდან, ხო, ნახე? უთხრა იუდამ ძმებს, რას გვარიგებს ჩვენი ძმის მოკლა და მისი სიცოცხლის დაფარვა? მოდი მივყიდოთ ისმაილიანებს, ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა, ჩაიარეს მიდიანელებმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიყიდეს იოსები ისმაილიანებს 20 ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და ხედავს, აღარაა ჭაში იოსები. აჰა, აი ეს რეუბენი მიბრუნდა. შემოიხია სამოსელი რეუბენმა. დაბრუნდა ძმებთან და უთხრა, აღარ სადაა ბავში? რა ვქნა ახლა? სად წავიდე? აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლის კვართი. გაიგე? აგერ ვაჭრებმა ჩაიარეს მიდიელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიყიდეს იოსები ისმაილიანებს 20 ვერცხლად.
მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. ვაჭრებმა მიყიდეს ისმაელიანებს. მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და ხედავს აღარაა ჭაში იოსები და შემოიხია სამოსელი რეუბენმა. აი, აგერ დავაკავშირებ წითლად, აგერ აქაც და აქაც. ჩაიარეს მიდიანელებმა, ვაჭრებმა. ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიყიდეს იოსები ისმაელიანებს. რეუბენი რომ მიდრიალდა, ვეღარ დაინახათ, ხო, ჯერ ამათმა ხო მოიფიქრეს, რომ გავყიდოთო. ხო და დარჩნენ ხახამშრალები, იმიტომ რომ აღარ იყო იქ ის ბიჭი. იმიტომ რომ იმ ვაჭრებმა უკვე გაყიდეს. ეგ ლაპარაკი იყო, მაგრამ ეგ ლაპარაკი იყო ისე რომ ვერც მოასწრეს იქ მისვლა და გაყიდვა, უკვე გაყიდული დახვდათ, კი? უთხრა იუდამ თავის ძმებს, რა სარგებელი გვექნება, კი? აი ეგ არის ზუსტად. და ვინ მიყიდა მერე ხომ წერია რომ ძმება არ წერია რომ ძმება მიყიდეს, აქ წერია რომ ვაჭრებმაო. ნახეთ ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა. ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიყიდეს იოსები ისმაელიანებს 20 ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და ხედავს აღარაა ჭაში იოსები. ბიჭო, თავისთავს მოატყვა ამ რეუბენმა? თუ იცოდა რომ გაყიდა რაღაც მიბრუნდა იმ ჭასთან, ხო იცოდა რომ არ იქნებოდა. ესე იგი ძმებმა კი არ გაყიდეს, იმ ვაჭრებმა გაყიდეს. გაიგე? მე მაშინაც კითხვა გამიშდა აქ და იმიტომ ორჯერ წავიკითხე, რომ მეთქი თუ იმათმა ვიფიქრეს მეთქი ჭაში როგორ აღარ დახვდათ მეთქი. გესმის? მაშინ მახსოვს მე გამახსენდა ეს რომ ყურადღება მივაქცია ამ საკითხს. ტყუილად ინტუიცია არა მაქვს ცუდი, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ტყუილად არ მივაქცევდი ამას ყურადღებას შემოკარგებო. რა თქმა უნდა ძმების ბრალი იყო რაც მოხდა ჯორჯიო. კი, ძმების ბრალი იყო, მაგრამ აქ უკვე ვეწინააღმდეგები, რადგან ამათ არ გაუყიდიათ. ამათმა იფიქრეს უბრალოდ რომ გაეყიდათ. გესმის? ნახე, კორექტურა არის მნიშვნელოვანი. რაც მოხდა, იმას ნუცვლიან მერე. აქ წერია რომ ამას უნდა მოეთხოვა ესე რომ ჩამაგდეთ ჭაში. ხო? პრინციპში იოსებს არც უნდა სწოდნოდა რომ ამათმა ეგეთი რაღაც იფიქრეს გაყიდვის, იმიტომ რომ მანამდე უკვე გაყიდული იყო. არც იოსები ვერ გაიგებდა რომ ესენი მიტრიალდნენ და იქ გაყიდვა მოინდომეს. ნუ აქ შეცდომაა რა, აშკარად შეცდომაა. აქ არის სცენარის ავტორის მიერ დაშვებული შეცდომა. გაიგეთ? ვინც წერს ამ დაბადებას, იმის მიერ ვერ გაიაზრა კარგად. დაავიწყდა რომ ისე დაწერა ჯერ და მე ეხლა ესე წერს. ნუღარ იწუხებთ და ნურს თავს გაიკიცხავთ აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამოგზავნა ღმერთმა, რადგან ეს 2 წელი შიმშილია თქვენ ქვეყანაში და კიდევ 5 წელი არ იქნება ხვნა და ბკა. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამ ქვეყნად, სიცოცხლეს შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განგებლად. ხო, ეს ფაქტის სახეზია, ღვთის სულიწმინდის ნებართვის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება. აშკარა არო სიმართლეს საუბრობს ახლა აქ ეს იოსები, მაგრამ აშკარად შეცდომა დაუშვა აქ ან მთარგმნელმა, ან კიდე თვითონ მწერალმა. მოკლასაც ხომ უპირებდნენ, რომ კი, ეგ მანამდე უპირებდნენ მოკლას, მერე რეუბენმა თქვა, რომ არ მოკლათო, ჩავაგდოთ აგერ ჭაშიო და მერე უკვე გაყიდვას უპირებდნენ და ხო, ჩავარდათ კოზი ნაცარში, იმიტომ რომ უკვე დაასრულეს ვაჭრებმა გაყიდვა. ხო, მაგრამ ეს დაავიწყო მწერალს, გოდერძი. თქვენ კი არ გამოგიგზავნებთ, ხო? საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით, ასე ამბობს თქო შენი შვილი იოსები, ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად, ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყომდები თქო. იცხოვრე გოშენის მხარეში,
ახლოს იქნებით თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარძროხა და მთელი შენი საბადებელიო. აქ შეგინახავთ თქო, რადგან კიდევ 5 წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდეს შენი სახლითა და არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლით. ეხლა უყურე, მთელს იმ ჯოგს ჩამოაყვანინებს აქ და ამ ეგვიპტელი ხალხის ხარჯზეა ცხოვრებს? რატო რითი დაიმსახურეს თორე კი? რა ვიცი. კარგი, კი ბატონო, ოკეი. იმათ ცხრები წყავთ და დაკლან და ჭამონი ის კაცო რა პურია აუცილებელი. იცხოვრე გოშენის მხარეში, ახლოს იქნებით თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარძროხა და მთელი შენი საბადებელი. აგერ ეუბნება. აქ შეგინახავთ თქო, რადგან კიდევ 5 წელი. აჰა, ხომ ხედავთ თქვენი თვალი და ჩემი ძმის ბენიამინის თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამოიყვანეთ მამაჩემი. ყველას მოიხუია თავის ძმებს ბენიამინს და ატირდა. ყველზე მოიხუია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა. ბენიამინის ტირო და მის მკერდზე. სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტირო და ეხვეოდა მათ, ხოლო ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები. მისვდა ხმა ფარაონის სახლის იოსების ძმეებს ჩამოვიდნენ იამა ფარაონს და მის მორჩილს. მისვდა ხმა ფარაონის ხალხს იოსების ძმები ჩამოვიდნენ ფარაონს იამა და მის მორჩილს ეამათ. ძალიან გაუხადათ, კიდევ უფრო მეტი ისინი მოგვიდნენო ეხლა. მუქთახორებიო, ესე რომ ვთქვათ. უთხრა ფარაონმა იოსებს, უთხარი შენს ძმებს ასე მოიქეცით. დატვირთეთ 4 ფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში. წამოიყვანეთ მამა თქვენი და თქვენი სახლით ვართ სახლეულნი და ჩემთან მოდით. მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. ეს ეგვიპტელის მაგარი ტიპია რა, მარტო იმის გამო რომ სიზმარი აუხსნა ამან იოსებმა, ხო? ახლა მთელი ეგვიპტის ხალხი ამათ უნდა ემსახუროს. კარგი, შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად. ასე გააკეთეთ თქო, წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილის თვის. წამოიყვანეთ მამა თქვენი და ჩამოდით. თვალი უნდა გრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველი საუკეთესო მთელ ეგვიპტეში. მაშ? რატომაც არა? სიზმრის ახსნები არც თუ ისე უნიათოა. ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანეს საგზალი. თითოეულს მისცა თითო ხელის სამოსელი, ბენიამინის მისცა 300 ვერცხლი და 5 ხელის სამოსელი. რა შეჭირდებათ ეს ფული თორე კი? მამას გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული და 10 ჭაკი ვირი. ხორბლით, პურითა და სასმელ საჭმელი დატვირთული. ბიჭო, 5 წელი კიდე უნდა იყოს შიმშილი დაინდეთ ცოტა რა. ნუ გამოაძღობთ ამათ ჯერ. ნე ცოტა მიეჭით ეხლა რა იყო კი, მაგრამ მთელი ემიგრანტები მუქთახორები ვართ, მადლობა. ბიჭო, ემიგრანტები არიან, ზოგი წასულია ჩაბარებულია, მაგრამ აქ არც არავინ არ ჩაბარებულა ამას. უბრალოდ კარგი იდეა გაუჩნდა, რომ წამოდით, კაცო, წამოდითო, თქვენ წარმოგიდგენია ძროხას და ცხვარს რამხელა ის უნდათ, საძოვრები უნდათ. მარტო 2 კაცი და 10 კაცი კი არ არის, იქ მთელი ჯოგი მოყავს იმას, გესმის? მე ჩემ თვალით ნანახი მაქვს. რამხელა საკვები სჭირდება 1000 სულ ცხვარს მაგალითად. იქვე ძროხასაც. ხო და ცოტა დაინდეთ რა ეს ეგვიპტელების ბიჭო, რა იყო თავის ქვეყანაში მშვენივრად ცხოვრობენ, იქ პურის გარეშეც კარგად გაძლევენ და თუ ამ იოსებს არ შეუძლია მამამისის გარეშე ჯობია ეს წავიდეს იქ, ვიდრე ის მთელი ის ხალხი აქეთ ეგვიპტელების ხარჯზე ამყოფოს. მე ესე ვიზავდი პირადად. მამას გაუგზავნა 10 სახედარი ეგვიპტური დოვლათი და დატვირთული და 10 ჭაკი, ხო,
გაუშვა თავისი ძმები და ისინი წავიდნენ. უთხრა, ნურაფერს შეგეშინებათ გზაზე. ნურაფერს შეგეშინებათ, წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. ახარეს ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განგებელიაო, გაოგნდა, რადგან არ ჯეროდა მათ. ისე პრინციპში ამათმაც ხო არ იცოდნენ რა დაემართა იმ იოსებს. ამათაც არ იცოდნენ, ამათ ეგონათ, რომ მართლა შეიძლება რაღაცამ შეჭამა, მაგრამ ლოგიკურად რომ ემსჯელად კი იმას იზავდნენ, მიხვდებოდნენ, რომ იმათმა გაყიდეს ვიღაცებმა, რა ვიცი რა, ხალხო რა. ისე წერია გეგონება მართლა იმაში ვართ ინდურ ფილმში. მაშინ მთელი სამყარო ეგვიპტე იყო იმპერია. ჯორჯიო, არ მგონია რომ მთელი სამყარო ეგვიპტე ყოფილიყო, იმიტომ რომ აგრე ქანაანიც ნახსენებია. იმიტომ გეუბნები ამას, რომ ისრაელიანები რომ გამოიყვანა აღთქმულ მიწაზე ცხოვრობდნენ ნეფილიმები, აი უშველებელი ხალხი, 4 მეტრიანი ხალხი და ის 4 მეტრიანი ხალხი აგერ იცი საცხოვრობდნენ, გითხრა, წადი, აი თუ შენ საქართველოში მოხვდები, მე მგონი საქართველოში არ ხარ შენ. საროში ადი მაღლა ჯავახეთში და რომ ახვალ საროში, სოფელ საროში იქ ნახავ შენი თვალით, რომ ნეფილიმების კვალი არის და რა კვალი ახლა იცი? აი, ჩემ ხელა ლოდები, ჩემ სიგრძე და სიგანე ლოდები ერთმანეთზე აწყვე როგორც აგურები რა. ამას ვერ იზავდა ვერცერთი საზოგადოება თუ არა ნეფილიმები. ახარეს ცოცხალია შენი შვილიო, ხო და რომ შემოვიდნენ აქ მოსეს რო გამოაყოლა იმან ხალხი. ჯერ რამდენი მილიონი ხალხი გამოაყოლა, კილომეტრებზე იქნებოდა მათი სამყოფელი ჯერჯერობით. ბიჭო, რეებს ლაპარაკი, ჯერჯერობით კი არა, მთელი სამყოფელი ამ ხალხის მარტო ერთად რო დამდგარიყო, კილომეტრები იქნებოდა გასავლელი და საინტერესოა მართლა, იქ რო მოსე რო თავში იდგა, იქ 30 კილომეტრში ვინ ეუბნებოდა მოსემ რა თქვაო? გაფუჭებული ტელეფონი ითამაშა ეს? ხო და ეხლა რა მინდა გითხო, იცი? როდესაც მოსე შემოვიდა აქ აღთქმულ მიწაზე რძისა და თაფლის ქვეყანაში, სჭირდება აუცილებლად უნდა ჰყავდეს ძროხა, წვრილფეხი, მსხვილფეხი, რომ რძე და თაფლი იყოს. რატო იცი? იმიტომ რომ თუ ფლორა და ფაუნა ისი არ იყო გადაბიბინებული როგორც საძოვრებია, ხო? მაშინ გატყევდებოდა და ტყეს არ აყავს ფუტკარი, ყავს მინდორს ფუტკარი. ესე იგი, აქედან მარტო ამ ორი სიტყვიდან რძისა და თაფლის ქვეყანა გვეუბნება, რომ აქ იყო უკვე კაცი, რომელიც ამუშავებს მიწას, კაცები, ანუ კაცი ძირითადად. ანუ აქ უკვე მეურნეობა არის, სოფლის მეურნეობა არის ამ მიწაზე, სადაც მოყავს მოსეს თავისი ხალხი. ხვდები ხო? მოსე ვერ შევიდა, იმიტომ ვერ შევიდა მოსე, რომ გზაში გარდაიცვალა, მაგრამ ისინი ვინც მოვიდნენ, ისინიც არ შემოვიდნენ. იმათ შეეშინათ რომ დაინახეს გიგანტები. და ისინი შეგვჭამენო და წავიდნენ, მერე გადაიხიზნენ სხვაგან და ორი ძმა შემოვიდა მარტო. ორი ძმა მათგან გამოარჩია ღმერთმა ორი ძმა. ისინი შემოვიდნენ და რა რწმენით, იცი? იმ რწმენით, რომ რას ქვიაო ესენი შეგვჭამენო, ღმერთმაო, ჩვენ თუ აქ გამოგვაგზავნაო, ჩვენ შევჭამთ იმათ, ვიდრე ისინი შეგვჭამენ ჩვენო. უშიშრები შემოვიდნენ აქ. მერე რა მოხდა, იქ როგორ გადაგვარდნენ ეს ნეფილიმები და ასე შემდეგ. საკითხავია, ნეფილიმები კიდევ რატო არსებობდნენ, თუ კი ნოეს წარღვნის დროს ყველანი მოკვდნენ. ხო? ჯორჯიო. წავედით ეხლა, აბა, გავაგზავნეთ ეხლა ჩვენ კითხვა, სად ვიყავით? ცოცხალია შენი შვილო ახარა, მიუყვანენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო და დაინახა ურმებიც იოსების რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის იაკობის სული. ამოისმენთ თქვა ისრაელმა კმარა, ცოცხალია ჩემი შვილი იოსები, წავალ და ვნახავ სანამ არ მოვკვდარ ვარ. და მივედით თავი 46-მდე.
მე თუ ამ წიგნს წავიკითხავ, ჩემს თავს გავუკეთებ დიდ პოკალს და ვაჩუქებ, იმიტომ რომ წარმოიდგინე ეხლა თქვენ, მე რას ვაკეთებ ახლა, რა სამსახურს გავიწევით? წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მეტად მეზიზღება კითხვა. რატომ მეზიზღება? იცით განა, იმიტომ რომ არ მიყვარს კითხვა. არა, ჩემო კარგო, ძალიან მიყვარს კითხვა, მაგრამ ყველაზე მეტად რატომ მეზიზღება ახლა კითხვა, იცით? იმიტომ რომ ყოველი სიტყვის წაკითხვისას დიდი კონცენტრაცია მჭირდება, რომ ჩემა ტვინმა და თვალმა გააკეთოს. რატო იცით? აი ეს ასობგერები ერთმანეთთან რომ დახტიან და ის ხან სიტყვა რომ საერთოდ ქრება და გადახტება და გადმოხტება, აი მაგ დროს მე მჭირდება დიდი კონცენტრაცია ხოლმე რა. არც მე არ ვიცი როგორ ვკითხულობ ხოლმე, აი რას ვაკეთებ ხოლმე ვერ ხვდები, მაგრამ რაღაცას ვაკეთებ. ეს ჩემთვის არის, წარმოიდგინეთ, რომ challenge, გამოწვევა არის ახლა, აი ჩემი თავი გამოვიწვიე, რომ აი თამარ პირდაპირ ეთერში წაიკითხე ამ დისლექსიისა მიუხედავად წაიკითხე ტექსტები. სხვათა შორის ძალიან ვიტანჯები მეც, როცა ვკითხულობ, რომ იცოდეთ, მე სიამოვნებას არ მგვრის ეს. იცით სიამოვნებას რა მგვრის? სიამოვნებას მგვრის აი აზრების გაგება და გაცვლა, ხო? აი ეს მგვრის სიამოვნებას. აუ ბაპტისტები ხართ, მეც ბევრი მეზობელი მყავს აქ. ვინ არის ბაპტისტის შვილო? ეხლა ვიღაცა გეორგია შემო, რას გადამეკიდეთ ეს ჯორჯიები და გეორგია. ბაპტისტი ალბათ შეხარ, არც გამიგია ბაპტისტები სად არიან, აბა მითხარი. მითხარი, იქნებ მივიდე, იქნებ დამევასმონით ბაპტისტებიც. ემიგრანტები ყოფილან თურმე თამარი. ესენი ყოფილან ემიგრანტები, საათ კაცო, ემიგრანტები, აი საინტერესო ახლა ჯორჯიო რა. უყურე, ეს დედამიწა არის მოცემულობა, ხო? მოცემულობა და ამ დედამიწაზე არის ყველა ერთი კაცის შვილი, ხო? ნოეს შვილი. ამ წიგნის მიხედვით ახლა რა ვიცი, ისე სიმართლე სინამდვილეში როგორ არის ეგ ხო არ ვიცი, მაგრამ ამ წიგნის მიხედვით ყველა ნოეს შვილია. ხო და საინტერესო ის არის, რომ ლტოლვილია თუ ემიგრანტი ვინ აყალიბებს ამას? ვინ? ესე იგი რაღაც საზღვარი დააწესა ვიღაცამ. ვინ დააწესა საზღვარი? აი იმ ძალაუფლების მოყვარულმა, ხო? ეხლა წარმოიდგინე, რომ მე ეხლა აი აქ ჩემს ტერიტორიაზე დავაწესო საზღვარი და აქეთ თუ გადმოცდით, მე შემშვილებს უთხრა, აქეთ თუ გადმოცდით, ხარკი უნდა მიხადოთ, იმის იქით იცხოვრეთ. და კარგი ტიპი მეგონოს თავი რა. გიგანტი იყო გადაურჩა წარღვნასო. ხო, არ არის გამორიცხული. სხვათა შორის ჭაჭუნაში რომ დავდივართ ხოლმე, მე ძვლის მსგავსი სტრუქტურა, ანუ ნახე, ძვალს თავისი სტრუქტურა აქვს, ხო? და თქვენ ხო იცით, თუ არ იცით, მოგიყვებით, მე მიყვარს სადაც წავალ, იქ ვეძებ კრისტალებს. ანუ კრისტალები, ასევე ქვები, ხო? პატიოსანი ქვები თუ ასე შემდეგ, ხო და ერთხელაც ისეთ ადგილზე ავწვერი, რომ რაღაცა ის იცი როგორ იყო, აი ნახე, ჩამოშლილი იყო მიწა, დიდად რა, აი დიდი კლდესავით. და იქ როგორი არის, იცი, როგორი ადგილებია, იცი? მიწა რო იშლება, ესე კუნძულებივით რჩება ადგილები რა და აი ამ კუნძულებზე იყო როგორ, იცი? ეთხოვოდა რომ ეს როდესაც ჩამოიშალა ეს მიწა, ესე ჩამოყვა ეს რაღაცა მოწითალო ფერის, აგურის ფერის ძვლის სტრუქტურის მსგავსი ქვა. ანუ ქვა არ იყო, მაგრამ აი ნახეთ დიდი მსხვილი რა ქვია, ძვლის ნამცხრევები. წამოვიღე სხვათა შორის სახში მაგის, ოღონდ არ გამიკეთებია ის, რა ქვია. არ ჩამიტარებია ექსპერტიზა რა საით რა არის ეს საერთოდ რა და მე დასკვნა ანუ მე ჩემი თვალიდან გამოტანილი დასკვნა იყო ასეთი, ეს გავს დიდ ძვალს, ანუ გიგანტის ძვალს გავს. ხო და გიგანტის ძვლები როგორც ჩანს მოწითალოა. მე არ მინახავს გიგანტის ძვლები, მაგრამ აი მოაგურისფრო მოწითალოა რა და ვფიქრობ, მე რომ ამას ექსპერტიზა გავუკეთო, შესაძლებელია რომ იყოს ეს გიგანტის ძვალი და დამამტკიცებელი საბუთი, რომ გიგანტები არსებობდნენ.
მაგრამ ეგრო დავამტკიცოთ შემოკარგებო. მე გამაქრობენ და გაწყობთ ეგ, არც თქვენ გაწყობთ და არც მე მაწყობს და იყვნენ ის გიგანტები ჰა. გავაგზავნოთ ახლა. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავის საბადებით, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის ისააკის ღმერთს. ისააკის ღმერთს. აი ისაკი თეძო რო უხრძო იმ ღმერთს, ხო, იმ ღმერთს. ბერშება არ დაარქვა იმ ადგილს. მოიცადეთ ერთი წუთით, აბა ვნახოთ, ჩემო კარგებო, მე თან ვინიშნავ ხოლმე, ეგრე არ არის. არა, ამან დაარქვა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი. ხო და ამის წინ ბერშება დაარქვა, მე მგონი, ხო, ეგ ხო გაუშვი ხაზი მაგას. ხო, მახსოვს, ბერშება დაარქვა იმ ადგილს. პირველად რო გამოეცხადა ღმერთი. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში. იაკობ, მიუგვა, აქა ვარ. უთხრა, მე ვარ ღმერთი მამა შენისა, ანუ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. რას გადაეკიდა ეს ღმერთი, რას ტვირთს უბურღავს ამ კაცკაცო, რა დიდ ხალხად არ ყოფნის ის რაც არის. რა გინდა შვილო, რა გინდა, ვინა ხარ? მე ჩაყვები ეგვიპტეში. აჰა, ახლა ამასაც მოუნდა, ღმერთსაც მოუნდა იქ წასვლა რა. ისე თავისით მარტო ვერ წავიდა, ამასთან ერთად უნდა გაემგზავროს მაინც. მე ჩაყვები ეგვიპტეში. მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა. იაკობი, თავიანთი მამა. ისრაელიანებმა იაკობი. თავიანთი მამა და თავიანთი ცოლშვილი ურმებით ფარაონმა რომ გამოუგზავნა. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს. იაკობი და მთელი მისი მონაგარი. თავისი ვაჟიშვილის ღმერთი იმალება? თეძო იაკობს უღრძო. არა. იაკობს უღრძო, ხო, აქ იაკობზე არის საუბარი. იაკობს არ უწოდა ისრაელი? თუ აბრაამს უწოდა ისრაელი, ყავყურე. რებს გამახსენებთ ხოლმე რა. სად არის ახლა ის რომ ჩავიწერე ის ჩემი რვეული საწავიდა. სად დამიმალეთ რვეული? ისედაც დამბნელებულია აქაურობა, თვალები მტკივა უკვე ამდენი კითხვით. მითხარით, სად წაიღეთ ჩემი რვეული? დამიმალეთ? აქ ხომ არ დადეთ? აშკარად ღმერთმა დამიმალა ის. არ უნდა ღმერთს რომ განათლება მივიღო. სად წაიღეთ ხალხო? ვერ ხედავ, მართლა ვეღარ ხედავ უკვე საწავიდა. რაღაცა ხდება აქ. აქ არ არის, არც აქ არ არის, არც აქ არ არის. ვიღაცა მომპარა ჩემი რვეული. მარინოს, ჩემი რვეული შენ ხო არ აგიღია? გეუბნებით რა, ბავშვებმა მომპარეს ჩემი რვეული მე მგონი. ან იქნებს და ვერ ვხედავ. ხანდახან ეგეც ხდება ხოლმე. აჰა.
ესეთი რამე არ გამიგია. ვერ ვიპოვე ჩემი ვეული. კარგი, ხვალ მოვძებნი. დღეს თქვენ გამახსენებს. იაკობს უწოდა ისრაელი. ხო, მეც ეგრე მახსოვდა, იაკობს უწოდა ისრაელი. აქაც იაკობს ეცხადება მერე. გაიმგზავრა ისრაელი. ხო, აჰა, ისრაელთან ისრაელ თავისი ვაჟიშვილები აიყარა იაკობს ისრაელი ეწოდება, ანუ ხან ისრაელს წერს და ხან იაკობს წერს, იმიტომ. სიტყვა ელოჰიმი მრავალშრიანობა. ებრაულ ენაში ელოჰიმი არის ძალთა ერთობლიობა. ის ეწოდება სამყაროს შემოქმედს, მაგრამ ასევე ეწოდება ანგელოზებს, მოსამართლეებს და ზოგჯერ ადამიანებსაც, რომლებსაც მაღალი სულიერი ავტორიტეტი აქვთ. ელოჰიმი ყოფილვარ მე, ჯორჯიო. გეუბნები შენ წყალი არ გაუვა მაგას. მწვანე ელოჰიმი ვარ მე. აღიარე რო ეგრეა. აღიარე თორე ღმერთი გიწყენს. არა, ხუმრობ ხო იცი? არა, ხუმრობაშიც არის რაღაც სიმართლეები. იაკობი და სამაელი, ესავის ანგელოზი, ეს არის კაბალისტური გასაღები, რომელიც თქვენ არ გიყიდიათ, ან არ მოგასყიდეს თქვენმა ეკლესიამ. დედა, ვეღარ გავიგე. რამდენს წერ? არიცოდი ვართ, აბა, ხო ეს ღმერთმა გვითხრა, ჩვენმა იესომაც გვითხრა და ჩვენ ღმერთები ვართ, ჩემო კარგებო, მე თამარ ღმერთი ვარ. ეხა ვიღაცა გაიცინებს, მაგრამ ქრისტეს სიტყვებია ეს. პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტეს სიტყვებია, ჩვენ ვართ ღმერთები. ხელი გაანძლია და გეშველებაო, ამბობს ღმერთი. ჩვენ თუ ღმერთები ვართ, ღმერთს კი აღარ უნდა დაუწყოთ ლოდინი. ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ. აბაში არ მეთანხმებიან ნეუფეები. ჩვენ სად მივახცევთო იესომდეო? უნდა მივახციოთ. ჩვენ თუ ვიძახით, რომ დაცემულები ვართო, ვერასდროს ვერ მოვიაზრებთ, რომ ღმერთები ვართ, როგორც გვითხრა ქრისტემ. მეგობრო, დავიღალე კითხვით, მოდი რა აქ დავასრულებ ახლა. დღეს იცით რა გავაკეთე დღეს? მოდი გაჩვენოთ. დღეს დავიწყე მოზაიკის გაკეთება. ნახეთ რა კარგი მოზაიკა. გარეთ მქონდა, ესე იგი, ის რაღაცეები რა, დალეწილ-მილეწილები და მე ერთხელაც ვუყურე მოზაიკის როგორ აკეთებენ მოზაიკას რა და გადავწყვიტე, რომ მეც გავაკეთო მოზაიკა. ხო და მეგობრებო, რაღაც გამიტაცა ამ ამბავმა და საბოლოო ჯამში ქეთს გავაკეთე რაღაცები. 1-4 ცალი ის გავაკეთე მუსტერი. მუსტერი ქართულად არის მუსტერი არის. ავიცი. ეხლა მე ვეძებ პანქარს, რომ დაუსო წერტილი. სადღაცა უნდა დაუსო წერტილი. ჩემს წინ დევს ძალიან ბევრი ფანქარი. მაგრამ არც ერთი არ არის ის. აჰა, ავიღებ ნებისმიერს, აგერ ლურჯი წერტილი დაუსო. ხო? აჰა. გადაწყდა პრობლემა. ზოგჯერ თავი იმდენს ფიქრობს ხოლმე, რომ პრობლემას ვეღარ წყვიტავს და გაშტერებს, გაშეშებს. სალმონიც მაგას ამბობს, ჩვენ ვართ ღმერთები.
ჯორჯიო, ამაში მართლა არ შეგეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვებია და ქრისტეს ვეთანხმები. შენც გეთანხმები ამასობაში და ჩემ თავსაც. ჩვენ ვართ ღმერთები, მეგობრებო, დიახ. წავედით ახლა, აბა. ძილინებისა, კეთილი სიზმრები უკვე 12 ხდება. გაიხეხეთ კბილები. კბილები გაიხეხეთ და დაწეკით ახლა ლოგინში. ჩემ შვილებს ეგრევე უგნები ხოლმე. ხო. კარგად აბა დროებით. ძილინებისა.